პრაქტიკული ნაწილის მეათე ლექციის გაგრძელება 7-ვე ჩაკრისათვის იოგა ასანები. პირველი ჩაკრა მულადჰარა, ფესვის ანუ საყრდენი ჩაკრა. ტადასანა მთის პოზა. ფეხები დადგით ერთმანეთის პარალელურად და ერთად შეატყუპეთ. ხერხემალი გაასწორეთ, კარგად გაიმართეთ, მხრები მოადუნეთ, ხელები ჩვეულებრივად ჩამოშვებული გაქვთ დაბლა ან ზემოთ აწეული. ყურადღება გადაიტანეთ ფეხის ქუსლებზე და იგრძენით ქუსლებით როგორ აწვევით მიწას. ეს პოზა ანიჭებს სტაბილურობას. შემდეგ აიწიეთ ფეხის წვერებზე. მერე ისევ ქუსლები დადგით. მერე ასწიეთ ფეხის წვერები და უკვე ქუსლებზე დადექით. ასე გაიმეორეთ 9 ჯერ, ანუ წვერები, ქუსლები, წვერები, ქუსლები. შემდგომ უკვე მონაცვლეობით იარეთ 1-2 ნაბიჯი ფეხის წვერებზე, 1-2 ნაბიჯი ქუსლებზე. ესეც გააკეთეთ 9 ჯერ. მალასანა ღრმა ჩაჯდომა. ფეხები გაშალეთ მხრებზე უფრო ფართედ და ჩაჯიქით ღრმად, ჩაეკიდეთ. ხელები მუხლებს შემოხვიეთ, ან კიდევ უფრო რთული ამისი ვარიანტი, ხელის გულები გულთან შეერთეთ, იდაყვები დააჭირეთ მუხლებს და ხერხემალი გაასწორეთ. ეს ხსნის საზარდულს და აძლიერებს მულადჰარა ჩაკრას. სხვათხისტანა ჩაკრისთვის, საკრალური ჩაკრისათვის, ბადღა კონასანა, პეპელას პოზა. დაჯიქით ძირს იატაკზე, ფეხის ტარფები, ფეხის გულებით შეაერთეთ, მუხლები მოხრილი გაქვთ და გვერდებზე გადაშლილი. მაქსიმალურად გადაშალეთ და ხელებით მუხლებს დააწექეთ იატაკისკენ. რომ უფრო მეტად გადაშალოთ. მერე ხელები გაუშვით და ნელა ზურგზე დაწექით. ფეხები დატოვეთ იგივე პოზაში. თუ არ გამოგვდით ამ პოზიდან დაწოვა, მაშინ ჯერ დაწექით და მერე შეაერთეთ ფეხის გულები. ეს აქტიურებს საზარდულს და ქალურ და მამაკაცურ ენერგიას. ფუჯანგასანა, კობრა. დაწექით მუცელზე, ხელის გულები მოათავსეთ მხრების ქვემოთ. მხრების კი არა, მკერდის ქვემოთ. ჩაისუნთქეთ და მკერდი ასწიეთ ზემოთ. იდაყვები ჯერ მოხრილია, ანუ ოდნავ ვიწევით. მერე იდაყვებს შვლით, ოღონდ ბოლომდე არა, სულ ოდნავ მოხრილს ტოვებთ და უფრო მეტად წევთ ზემოთ მკერდს. თვალები წინან ზემოთ იყურება, ხსნის ქვედამოცლის ენერგიას. ამ დროს მაქსიმალურად გაზნექვას ვაკეთებთ. მესამე მანიპურა, მზის წნული ჩაკრისთვის. ნავასანა, ანუ ნავის პოზა. დაჯიქით ფეხები წინ გაშალეთ, ოდნავ გადაეხარეთ უკან და ფეხები ასწიეთ 45 გრადუსზე. ფეხები შეტყუპულია. ხელები გაშლილი არის წინ. ხელები წინ გაშალეთ და ზურგი სწორი. ეს წვავს ძალიან კარგად მუცლის ცხიმს. თანურასანა, მშვილდის პოზა. დაწექით მუცელზე, მუხარეთ მუხლები და უკან ასწიეთ მოხრილი ფეხები. ოდნავ აიწიეთ ისე, რომ ხელებით დაიჭიროთ ფეხის ტერფები. და ასეთგვარად ხელებით და ფეხებით შეკრათ წრე. ჩაისუნთქეთ და მკერდი და ფეხები ერთად ასწიეთ. ანუ ეს ხელები ხო ჩაჭიდებული ტერფებზე. კარგად ჩაეჭიდეთ ტერფებს და ხელებით ეს ტერფები ასწიეთ. ნუ რა თქმა უნდა ფეხებითაც ეხმარებით. ეს ამაღლებს ენერგიას და ანთებს შინაგან ძალას. ანაჰატა, მეოთხე ანაჰატა, გულის ჩაკრა. მაციასანა, თევზის პოზა. დაწექით ზურგზე, ფეხები გაშლილი, იდაყვებზე დაეყრდენით და მკერდი მაღლა ასწიეთ. თავი გადასწიეთ უკან,
ისე რომ კეფა ეხება იატაკს, ანუ უკან გადაიზნიქეთ, ეს ხსნის გულსა და ფილტვებს. უცრასანა აკლემი, დაჩოქილი მდგომარეობა გვაქვს, მუხლები ფართოდ გაშვილი გვაქვს, ჩაისუნთქეთ და სხეული უკან გადახარეთ, ხელები დააჭირეთ ქუსლებს და მაქსიმალურად ჯერ ზურგი გაასწორეთ და მერე უკან გადაზნიქეთ. თავიც გადაწიეთ უკან, ეს აძლიერებს გულს და ხსნის ემოციურ ბლოკებს. მეხუთე, ვიშუთხა, ყელის ჩაკრისათვის, სიმხასანა, ლომის პოზა. დაიჩოქეთ მუხლებზე, ან ჩაჯიქით ლოტოსის პოზაში. ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოსუნთქვისას პირი ფართოდ გააღეთ, ენა მაქსიმალურად გამოყავით და ხმამაღლა დაიძახეთ, ეს ხსნის ხმოვან ცენტრს. მეექვსე, აჩნა, მესამე თვალისათვის. ბალასანა, ბავშვის პოზა, მუხლებზე ჩაჯიქით ბოლომდე, ისე რომ ქუსლებზე დაჯდეთ, სხეული წინ გადახარეთ და შუბლი იატაკზე დადეთ, ხელები წინ გამოშალეთ ან გვერდზე ბოლომდე სწორედ გაშალეთ. ეს ამშვიდებს გონებას და ააქტიურებს ინტუიციას. პადმასანა, ლოტოსის პოზა, ჩაჯიქით ლოტოსის პოზაში, ზურგი გაასწორეთ, ხელები დაიდეთ მუხლებზე, თვალები დახუჭეთ და სუნთქვაზე გადაიტანეთ ფოკუსი. ნელა ისუნთქეთ, ანუ მშვიდად და ღრმად ისუნთქეთ. ეს აძლიერებს კონცენტრაციასა და ხედვას. დაწექით ხელები გაშლილი მხრების გასწვრივ, მარცხენა ფეხი მოხარეთ და გადმოიტანეთ მარჯვნივ. უბრალოდ ბოლომდე არ მოხაროთ, ანუ ფეხის წვერი გადმოიტანეთ მაქსიმალურად მარჯვნივ. ისე რომ წელს ქვემოთ გადმობრუნდეთ მხოლოდ და ორივე ბეჭი ჩვეულებრივად უნდა გედოთ იატაკზე. მერე 1-2 წამით ან წუთით, როგორც გინდათ, რამოდენიმე წამით გაჩერდით. შემდეგ მარჯვენა ხელი გადაიტანეთ მარცხნივ, ანუ მარცხენა ფეხი გვაქვს მარჯვნივ გადატანილი და მარჯვენა ხელი მარცხნივ გადატანილი. ფეხებს არ ვანძრებთ ამ დროს, ანუ ფეხებს ტოვებთ და მარჯვენა ხელი გადაგვაქვს. ცოტა ხანი ამ პოზაშიც გაჩერდით და მერე იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. მეშვიდე, საჰასრარა, გვირგვინის ჩაკრა. სავასანა, მიცვალებულის პოზა, დაწექით ზურგზე, ხელები გვერდებზე გაშალეთ, თვალები დახუჭეთ, სხეული სრულად მოადუნეთ, ეს ანიჭებს სულიერ სიმშვიდესა და გვირგვინის ენერგიას ხსნის. ძალიან კარგი არის ასევე თუ კი დაწვევით საწოლზე და ისეთნაირად გააკეთებთ, რომ თავით დაეყრდნოთ იატაკს და დანარჩენი ტანი, ანუ ზედატანი, ტანის ქვედა ნაწილი გქონდეთ საწოლზე და ჩამოსრიალდეთ და თავით დაეყრდნოთ იატაკზე. რა თქმა უნდა, ბალიში ჯობია რომ თავის ქვეშ ამოვიდოთ, ანუ თავში რომ წამოვიდეს სისხლი. თუ ისეთნაირად გააკეთებთ ამას, რომ კედელი იქნება, ისე რომ ფეხები წაწიოთ და კედელს მივაყრდნოთ, კიდევ უფრო კარგი, რომ მთლიანად სისხლი, ანუ ფეხებიდან წამოვიდეს ჯერ ტანში და მერე ჩავიდეს თავში. ამით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დამთავრებულია, მომავალ შეხვედრამდე.